რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში იკითხა გაოცებულმა ივანიშვილმა 2017 წელს ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით და 2025 წლის მიწურულს ანაკლიის პორტის პროექტს წინსვლა ვერ აქვს, მაგრამ შავ ზღვაში საკმაოდ საეჭვო პროექტით, რომელსაც ოცნება ინვესტიციას უწოდებს, ამერიკელების ნაცვლად არაბები შედიან. სამთავრობო პროპაგანდის თანახმად, არაბული კომპანია კრწანისის ტყეპარკში და გონიოში ორ ახალ ქალაქს ააშენებს. გრაფიკულადაც დაგვიხადეს. თბილისში საკუთარი წარმომადგენლობა გახსნა ემარ ჯგუფმა, რომელმაც ქვეყანაში უპრეცედენტო მასშტაბის 6.5 მილიარდიანი ინვესტიცია უნდა განახორციელოს. პროპაგანდა ტყუის არანაირი საჯარო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Eagle Hills-სა და MR შორის რაიმე იურიდიული კავშირი არსებობს, არ იძებნება. MR-ი დუბაიში დაფუძნებული საჯარო კომპანიაა და გიგანტურ პროექტებზე მუშაობს. მისი ყველაზე ცნობილი პროექტებია ბურჯ ხალიფა და დუბაი მოლი. პროპაგანდის შესაფუთად კარგი ვარიანტია. 6.6 მილიარდი ასე უფრო დამაჯერებლად ჟღერს. სიმართლე კი ისაა, რომ საქართველოში რეალურად კომპანია Eagle Hills-ი შემოდის და MR-თან მისი ერთადერთი კავშირი მოჰამედ ალაბარია, რომელიც MR-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ამავდროულად Eagle Hills-ის დამფუძნებელია. სრულ პროპაგანდას ეწევიან. MR-ის სხვა არის გაანათეს ბურჯ ხალიფა, ვითომ ბურჯ ხალიფას ამშენებელი ჩამოდისო, მისი განათება 3 წუთი $70,000 ღირს. გადავიხდი ახლა რომ მქონდეს ეს ფული და დაბადების დღეს მიულოცავ ვინმეს ბურჯ ხალიფათი დროშებით გაანათეს. ატყუებენ ერთადერთი კავშირი არის იმაში, რომ საქართველოში რომელიც შემოდის აი ეს კომპანია, მისი დამფუძნებელი და ბურჯ ხალიფას ამშენებელი MR ფონდის თავმჯდომარე, ანუ დაქირავებული პირია დღეს არის თავმჯდომარე და ხვალ არ არის ერთ და იგივე ადამიანი. მას წილიც კი არა აქვს. ბურჯ ხალიფას სამშენებელ MR-ში ის აქციონერიც კი არ არის. ყოველ შემთხვევაში 1%-ის ტოლფასი აქციონერები საჯარო რეესტრში ემირატებში იძებნება, მისი გვარი იქაც კი არ არის. პროპაგანდის მიერ შეფუთული ტყუილი საკმაოდ ლამაზად გამოიყურება, სანამ შინაარსში შევალთ. შინაარსის გაანალიზებისთანავე კი ირკვევა, რას ეძახის რეალურად ინვესტიციას ქართული ოცნება. მთავარი კითხვა, რას მიიღებს საქართველო ამ პროექტისგან, რა ეკონომიკური სარგებელი შეიძლება გვქონდეს, იმის სანაცვლოდ, რომ ლამის მილიარდამდე ღირებულების მიწას გადავცემთ კონკრეტულ კომპანიას და მოქალაქეებმა ისიც კი არ ვიცით თუ რა პირობებით ხდება ეს. მანამდე კი კარგად რომ წარმოიდგინოთ მასშტაბები, კრწანისის ტყეპარკში მცხეთის ზომის ქალაქის აშენება იგეგმება, ხოლო გონიოში სიღნაღის ზომის. წარმოუდგენელი მასშტაბის მიწებია მილიარდზე მეტი ღირს. და დროთა განმავლობაში შეიძლება რამდენიმე მილიარდიც კი ღირდეს განსაკუთრებით ზღვის სანაპირო ზოლი. და თურმე ერთობლივი საწარმო, რომელიც საქართველოში იქმნება, მასში მთავრობის მონაწილეობა იქნება 33%. ანუ ჩვენ ვდებთ მილიარდიან მიწას, ლიცენზიებს, ნებართვებს, ეკოლოგიურ თუ არქიტექტურულ სხვა, ასე ვთქვათ, სწრაფ გადაწყვეტილებებს, რაც ღირს ფული და არაბული მხარე ამის ტოლფასად დებს არქიტექტურულ პროექტებს. წარმოუდგენელია, რომელი არქიტექტურული პროექტი შეიძლება ღირდეს მილიარდები. ანუ 1/3-ს პროექტისათვის ჩუქნით ფაქტობრივად გამოდის და დანარჩენ მესამედში გაურკვეველია კაპიტალში რა რაოდენობის ფულს ჩადებს. რა იქნება ქართულ არაბული საწარმოს სადამფუძნებლო კაპიტალი. ამ ყველაფრის ფონზე პროპაგანდა გვატყუებს, რომ საქართველოში 36 მილიარდიანი MR-ი შემოდის და თურმე ამ 36 მილიარდიდან თითქმის 7 მილიარდს საქართველოში ჩადებს, რაც ყველანაირი შინაარსის განხილვის გარეშეც კი დაუჯერებელი და წარმოუდგენელი ფაქტია. რის 6 მილიარდი ფული საშოვნია ამ კომპანიას. ჩვეულებრივი დეველოპერული პროექტია, გააქვს მიწა, მიდიხარ ბანკში, იღებ სესხს, აშენებ ყიდი, წინასწარაც ყიდი, ჰაერსაც ყიდი და გაყიდული ჰაერების სკანდალი ბალკანეთში უკვე არის. აი ამ X-თან უამრავი მათ შორის კორუფციული სკანდალებია, რაც ყველაზე ასე ვთქვათ გაურკვეველია. 6.6 მილიარდის ინვესტიციის ათვისება საქართველოში შეუძლებელია და მას ჭირდება 30 წელიწადი. ნახოთ როგორი არის კომპანიის საერთაშორისო გამოცდილება. მაგალითად, სერბეთში 170 ჰექტარ მიწაზე მათ 150 მილიონი შეიტანეს კაპიტალში, დანარჩენი კი აშენდა სესხით. თუ კომპანია ამ გზას გაყვება საქართველოშიც, გამოდის რომ ჩვენ ვაძლევთ მიწას, ეს ერთობლივი ქართულ-არაბული საწარმო მიდის
და ბანკებში იღებს შესხს, უნდა გავისტუმროთ თავი ფული, უნდა გავისტუმროთ პროცენტი და რა შემოსავლით დარჩება იმის მესამედი ეკუთვნის საქართველოს მთავრობას, რომელიც იქნება მიზერული, ვინაიდან ეს პროექტი შენდება სესხით. ტყუილია რომ გიგანტური ფონდი შემოდის, არავითარი კავშირი არაბულ მართლაც დიდ სახელმწიფო MR ფონდს არ აქვს იმ კომპანიასთან, რომელიც საქართველოში ინვესტირებას ახორციელებს. არავითარი იურიდიული კავშირი არ აქვს. ასევე საერთაშორისო პრაქტიკაზე დაკვირვებით ვნახავთ, რომ ბელგრადში 3.5 მილიარდიანი პროექტი 30 წელზე არის გაწერილი. საქართველოში კი 6.6 მილიარდი 7 წელში უნდა აითვისონ თურმე. რეალურად კი არის საფრთხე, რომ ამ ძვირადღირებულ მიწებზე ათეულობით წელი ვერ ან არ დასრულდეს მშენებლობები და 100 ან 150 მილიონის კაპიტალს გადავაყოლოთ მილიარდების ქონება, რომელსაც მომავალში საქართველო ვერაფერში გამოიყენებს. მაგალითად, თუნდაც დასავლური ინვესტიციისთვის. უმსხვილესი დეველოპერული კომპანია 6 მილიარდიანი ინვესტიციით MR ჯგუფი საქართველოში 2 მსხვილ პროექტს განახორციელებს. საინვესტიციო დოკუმენტზე ხელი უკვე მოწერილია და მალე სამუშაოები აქტიურ ფაზაში უნდა გადავიდეს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ არაბული კომპანია Eagle Hills-ი ამ მიწებში არაფერს იხდის და აღსანიშნავია ისიც, რომ კონკრეტულად არაბულ ინვესტიციას არავინ ერჩის. რისი მაგალითებიც არის მაგალითად თბილისში სასტუმრო Biltmore, თბილისი მოლი, ფოთში თავისუფალი ეკონომიკური ზონა. ეს ის შემთხვევებია, როცა არაბებმა საქართველოში წინა ხელისუფლების დროს რეალური ინვესტიციები განახორციელეს და ამის საწინააღმდეგო არავის არაფერი ჰქონია. ისევე როგორც არაბების საწინააღმდეგო არ გვაქვს არაფერი არავის. ირაკლის თუ არ ჩავთვლით. მიგრაციამ რა დამართა ევროპას, მათ შორის ევროკავშირს, ბერლინში ყველაზე ხშირად დარქმეული სახელი შარშან იყო მუჰამედი ბერლინში. ერთ-ერთ მთავარ ევროპულ დედაქალაქში. და მთლიანად ინგლისის მასშტაბით ყველაზე ხშირად დარქმეული სახელიც არის მუჰამედი, ხო? ეს არის ის პრობლემები, რაც შეექმნა ევროკავშირს. არ ვიცი რა სერჩის კობახიძე მუჰამედებს, მით უმეტეს რომ ლამის 7 მილიარდიან ინვესტიციას რომ აბრალებს და ამაყობს, მაგ კაცსაც კი ეგ სახელი ჰქვია. მაგრამ ნეტა ის თუ იცის რომ სხვა მუჰამედების ჩამოსახლებასაც უპირებს გონიოსა და გრწანისის ტყეპარკის ქალაქებში. რაც შეეხება უძრავი ქონების ბიზნესს, ჩვენი ნაწარმოების ნახევარი 60% საერთაშორისო მყიდველებზეა გათვლილი. ადამიანებს არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან ენდომებად აქ ქონების შესყიდვა. 60%-ზე მეტი უცხოელებზე იქნება გათვლილიო, არაბები იყიდიანო. ცხადია უცხოელებზე იქნება გათვლილი. საჯაროდ გაცხადებული ინდიკატორების მიხედვით, საქართველოში აშენებულ არაბულ ქალაქებში კვადრატულის ფასი შესაძლოა 12 ან 15,000 დოლარამდეც კი იყოს და თუ ვინ შეწუდება ამ ფასის ქონების ყიდვას, ამას ახსნის გარეშეც მიხვდება მაყურებელი. თუმცა ჩვენ მაინც გლდანის მაჟორიტარ კონსტანტინე ზარნაძის ძალიან არგუმენტირებულ ლოგიკას გავყვეთ და დავუჯეროთ. MR ჯგუფის 6 მილიარდ ნახევრიან ინვესტიციასთან დაკავშირებით არის რაღაცა პანიკა ამხდარი სოციალურ ქსელებში გადავხედე და ძალიან მარტივი სტატისტიკა მინდა მოვიყვანო, მეც დავინტერესდი, მოვიძიე ინფორმაცია და თქვენც მინდა რომ გაგიზიაროთ. მოკლედ ინფორმაცია არის ასეთი, რომ MR ჯგუფი თვითონ MR ჯგუფი როგორც კომპანია არის არაბთა გაერთიანებული საამიროს ერთ-ერთი ქალაქის დუბაიში დაარსებული კომპანია, რომელიც იქ ახორციელებს უდიდეს ინვესტიციებს, მათ შორის ბურჯ ხალიფა, მარინას ხელოვნური პორტი და ასე შემდეგ, დუბაი მოლი და ასე შემდეგ. ანუ უდიდეს ინვესტიციის მქონე კომპანია, რომლის შემოსვლა ჩვენ ქვეყანაში არის უმნიშვნელოვანესი. ეხლა არაბიზაციაზე რომ მიდგა საქმე თუ რაღაცა, რომ არაბები წაგვიკავენ და ასე შემდეგ. მოკლედ მოვიძიეთ ინფორმაცია, თქვენ შეგიძლიათ მოვიძიოთ, რომ დუბაიში ცხოვრობს 3,600,000 ადამიანი. აქედან 10% არის არაბი, დუბაიში მაცხოვრებელი არაბი არის 10%, დაახლოებით 360,000-დან 400,000 ადამიანამდე არის არაბი. ეს რას ნიშნავს? თან როგორ ცხოვრობენ და საცხოვრობენ, თუ ნამყოფები არ ხართ, არ ვიცი, ან ინტერნეტში მოიძიეთ, ან ნახეთ და თქვენ გონიათ, რომ ეს 360,000 ადამიანი ადგება და ფონიჭალაში გადმოცხოვრდება, იმიტომ რომ არაბული კომპანია ახორციელებს ინვესტიციას. ძალიან სასაცილოა და კოტე მართლა ძალიან სასაცილო პერსონაჟია და მისი ეს კომენტარიც ძალიან სასაცილო იქნებოდა, რომ არა მისი სტატუსი და ტყუილი, რომელსაც მის ამომრჩეველს ეუბნება. თუმცა შეიძლება კოტე მართლა არ იცის, რომ MR არ შემოდის საქართველოში და ისიც პროპაგანდის მსხვერპლია, მაგრამ მეორე ნაწილში რას გვიყვება, მართლა ვერ გავიგე. სამაგიეროდ გავიგე, რომ პოპულისტს ეძახის ყველას, ვინც უცხოელების ჩამოსახლების შეზღუდვაზე საუბრობს. ვინც თქვენ გატყუებთ, რომ არაბიზაცია მოხდება და ასე შემდეგ, არის ჩვეულებრივი პოპულისტი, ერთი, მეორე ქვეყნის მტერი და მესამე ან უცოდინარი და ან სასარგებლო სულელია, რომელიც საერთოდ არ იცის და წარმოდგენა არ აქვს ამ კომპანიაზე. კოტემ ალბათ არ იცის, რომ უნებურად პოპულისტს, უცოდინარს და სასარგებლო სულელს საკუთარი სანუკვარი პარტიის წევრებს უწოდებს. მაგალითად, თეა წულუკიანს. ვნახოთ, რას ამბობდა წულუკიანი 2015 წელს, მაშინ როცა პროპაგანდას ასე სჭირდებოდა.
ყველა ბედნიერი მასშტაბური რეფორმით ვერ არის მაგალითად ბედნიერი ტურიზმის სააგენტო. ის რომ ბედნიერი იყოს, მაშინ არ უნდა ერქვას ტურიზმის სააგენტო. როგორც ჩემზე უფრო კომპეტენტური უწყება აცხადებს ამ სფეროში, 1 სექტემბერს, როცა ეს რეფორმა საიმიგრაციო შევიდა ძალაში, ამან გამოიწვია ბოლო 4 თვის განმავლობაში 2014 წელს ჩვენი ტურისტების ნაკადის 42,000 ადამიანით შემცირება. ჩინელების, ერაყელების, ირანელების და ეგვიპტელების. აქედან გამომდინარე, ჩვენ ახლა ხომ შევავიწროვეთ ეს და ჩვენ წარმატება მივიღეთ ბრიუსელში. ჩინელები, ერაყელები, ირანელები და ეგვიპტელები შევავიწროვეთო. ამაყობდა თეა 2015 წელს. ახლა არაბების შესაძლო ჩამოსახლებით ამაყობს მთელი პარტია. ქოცის ფარისევლური ბუნება ასეთია. იმისთვის რომ მათ ხელში ჩაეგდოთ საქართველოს 2012 წელს, სულ სხვა ტიპის პოპულისტური კამპანია აწარმოეს და წლების განმავლობაში, ხო, ეს იყო გამოკვეთილად ქსენოფობიური ძალა, რომელიც პოლიტიკის დონეზე გვეუბნებოდა, აი წულუკიანის განცხადება გავიხსენოთ, რომ ჩვენ შევზღუდეთ ირანელების შემოსვლა, არაბების შემოსვლა, ინდოელების შემოსვლა, იმიტომ რომ ამით ასე ჭირდებოდა თურმე მაშინ ეროვნულ ინტერესებს, ხო? თუ გავიხსენებ თუ რა ტიპის კამპანიას აწარმოებდა მათი მხარდამჭერი მედია, ასავალ-დასავალიდან დაწყებული სხვადასხვა ტიპის მედიას რომ გადავხედოთ, ეს ყოველთვის იყო ესეთი ქსენოფობიური კამპანია, გვეუბნებოდა რომ ჩინელები თავსეს საქართველოს, არაბებმა წაიღეს საქართველოს, ტურიზმზე იყო ძალიან დიდი შავი პიარი, იმიტომ რომ ამბობდნენ რომ ჩვენ უნდა თურმე ვიქცეთ მომსახურე ერად და უცხოელები რომ ჩამოვლენ ჩვენ უნდა ვემსახუროთ და ეს ყოფილა თურმე მათთვის დიდი პრობლემა. ახლა წლების შემდეგ ოცნებას ახლებული რიტორიკა სჭირდება. გარეჯი საქართველოს ამაც ჩაიარა. გონიოდა კრწანისის ტყეპარკი თუ არის ნედა საქართველოს. რას ფიქრობს ამაზე პროპაგანდა? და დღეს ახალი ამოცანების თუ შემდეგ საფეხურზე გადასვლისთვის სჭირდებათ უკვე ახლებური რიტორიკა, მათ შორის ავიცი ხაშურს და რუსთავს აცხადებენ ტურისტულ მექებად და იძახიან რომ თურმე ამ შემთხვევაში ტურიზმი კარგია. არათუ აღარ ამბობენ იმას რომ იგივე ირანელი ან არაბი ან ინდოელი ან ჩინელი ცუდი, არამედ არასდროს საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში. ამ ქვეყანაში არ ყოფილა იმდენი უცხოელი ადგილზე, აი მაცხოვრებელი, რაც არის ქართული ოცნების პირობებში. ზუსტი ციფრები შეიძლება არ მახსოვს, მაგრამ დაახლოებით 30,000 იყო ეს მაჩვენებელი 2012 წელს, როცა ივანიშვილმა ჩაიგდო ხელში ეს ქვეყანა და პუტინმა შესაბამისად და დაახლოებით 10-მდენია დღეს. დავფიქრეთ ამ ციფრზე, ამ რიცხვზე 300,000 უცხოელამდე, ამაში შედის ძირითადად აღმოსავლეთის ქვეყნები, ჩინელებიც, ინდოელებიც, ირანელებიც, ერაყელებიც, თურქებიც და ასე შემდეგ, რომლებიც მტრად ყავდათ გამოყვანილი ოცნების პროპაგანდისტებს და დღეს ეს შეიცვალა. დღეს საუბრობენ რომ მტერი არის თურმე ბრიუსელი. აქ თავარი ის არ არის, რაზეც ბევრს გამომახვან ჩვენ ვერ ვაჯობებთ ოცნებას იმ ტერიტორიაზე, რაც მათთვის ორგანულია, ხო, ეს იქნება ქსენოფობია, პოპულიზმი, ზიზღის კამპანია, მაგრამ უნდა ვამხილოთ ის ფარისევლობა, რომელიც მათ თანსდებთ და რომელიც მათი ხელწერა, ხო, იმაზე რომ რაზეც გვეუბნებოდნენ გუში რომ რაც არის თავარი პრობლემა თურმე ამ ქვეყნის, ეს იყო, რა ვიცი, ახლო აღმოსავლეთიდან და შორეული აღმოსავლეთიდან შემოსული ვიზიტორები, დღეს თურმე ეს ყოფილა კარგი. და ამას ყიდიან ვინაიდან ერთადერთი რაც ამ ქვეყანაში სამწუხაროდ მუშაობს, ეს არის ოცნების რუსული პროპაგანდა. იმავე პერიოდში, როცა თეა უცხოელებს ავიწროვებდა მათი მუდმივი სიტუაციური და შინაარსობრივი მოკავშირეები, ხან ბათუმში მართავდნენ ანტითურქულ აქციებს, ხან მეჩეთების მშენებლობის გამო გაღკიოდნენ და ხანაც არაბებს დასდებდნენ აღმაშენებლის გამზირზე. ეს არის ერთი ვერტიკალის ნაწილი და მათ გადანაწილებული აქვს როლები. აი იმ დიდ სცენარში, რომელსაც მართავენ მოსკოვიდან, ყველას თავისი როლი აქვს მინიჭებული. ზოგი არის ის, ვინც აცინებს ხალხს და ჯამბაზის როლი აქვს მორგებული, ზოგი უფრო გაბრაზებულ როლს ირგებს თავის თავზე, ზოგი აჟღერებს იმასაც, ჯერ არ უნდა რომ ივანიშვილმა ოფიციალურად გააჟღეროს როგორც ქართულმა ოცნებამ და ასე შემდეგ, ხო? ეხლა ინაშვილი ახსენეთ თქვენ და ინაშვილზე იყო არაერთი საერთაშორისო ანგარიში, სადაც ერთი კონკრეტულად მახსენდება თუ არ ვცდები ესტონური, სადაც პირდაპირ იყო ნაჩვენები მისი დაფინანსება რუსეთიდან. რაც რა თქმა უნდა არ ნიშნავს რომ ის რაიმეთი იყო დამოუკიდებელი ივანიშვილისგან, ვინაიდან ისიც რომ გავიხსენოთ როგორ შევიდა ინაშვილი პოლიტიკაში, ესე ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? ეს იყო პირდაპირ ინტერვიუ ვიძინა ივანიშვილთან, სადაც ივანიშვილმა უთხრა რომ აი მე თქვენნაირი ხალხი მინდა პოლიტიკაშიო. ნაციონალური მოძრაობა კი არაო, რომელიც იყო ამ ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უფრო წარმატებული, თუ ყველაზე უფრო წარმატებული პოლიტიკური
ძალა არა, რომელიც იყო ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად პროდასავლური. არამედ აი თქვენნაირი მინდაო და ცოტა ხანში ინაშვილმა შექმნა პარტია, ცოტა ხანში ივანიშვილმა მას მის სასარგებლოდ გააყობა 2016 წლის არჩევნები იმისთვის, რომ ის შეეყვანა პარლამენტში და პროპაგანდის არსიც ესაა, როცა უნდა ერთს დაგაჯერებს, როცა უნდა მეორეს. გაჩნია მის პოლიტიკას როგორ აწყობს. ფსევდოპატრიოტულ და ეროვნულ სენტიმენტებზე აპელირება კი წლებია ქოცის მთავარი დასაყრდენია. ხან ჩინელები არ გვინდა და ჰუალინგი, ხანაც საერთო ღირებულებები გვაქვს. ჩინეთზე უნდა ითქვას, რომ ის ამჟამად ერთადერთი მშვიდობიანი სახელმწიფოა მსოფლიო პოლიტიკაში. სწორედ ამიტომ გვაქვს საერთო ღირებულებები. ჩვენ ვიზიარებთ საერთო ღირებულებებს. მართალია ირაკლი, დემოკრატიულ დასავლეთთან რომ საერთო აღარაფერი გაქვს, მერე თავისთავად კომუნისტურ ჩინეთთან ხპოვებს საერთოს. აბა ბრიუსელს და ევროკავშირს ხომ არ წაართმევინებთ ქართველობას და ქართველ კაცებს ხომ არ გაათხოვებინებთ. ისე მაგ კომუნისტურ ჩინეთთან რომ აბსოლუტურად ცალმხრივი სტრატეგიული ხელშეკრულება გააფორმეთ, სათქმელად რომ გქონოდათ პარტნიორი ყავსო, ეგეც ორ ფეხზე მდგომებმა ქენით თუ ცალფეხზე. ასევე ძალიან საინტერესოა, როდესაც ოცნება ყელყელაობს და იძახისა ჩვენ არავის არ ვემონებით, ჩვენ არავის არ დაუჯერებთ. სინამდვილეში ეს არის ისევ რუსული ანტიდასავლური თამაში, ვინაიდან როდესაც მათ სჭირდებათ ხელისუფლების შესანარჩუნებლად, ისინი სამაგალითო მონები არიან ნებისმიერი უცხოური ძალის. საუბარია რუსეთზე, საუბარია ჩინეთზე. მოდი გავიხსენოთ ის სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმება, რომელიც დაიდო ჩინეთთან. ასეთი ცალმხრივი, ასეთი სამარცხვინო დოკუმენტი ალბათ ქართულ დიპლომატიის ისტორიაში არ არსებობს. იქ პრაქტიკულად 1-2 მუხლია, სადაც მხარეები აღიარებენ ურთიერთ პატივისცემას და ურთიერთ ტერიტორიულ მთლიანობას, დანარჩენი არის ცალმხრივი. საქართველოს აღიარებს, საქართველოს თანხმება, საქართველოს ხოტბას ასხამს და ასე შემდეგ. ანუ იქ მაგალითად იგივე ტაივანის თემა ცალკეა მუხლად გამოყოფილი, რომ საქართველოს აღიარებს, რომ ტაივანი არის ჩინეთის ნაწილი, მაგრამ ანალოგიური მსგავსი ჩანაწერი არ არსებობს არც ცხინვალის რეგიონზე, არც აფხაზეთზე. ანუ ეს არის აბსოლუტურად ცალმხრივი დოკუმენტი, რომელიც დაიდო მხოლოდ იმიტომ, რომ ოცნებას ქონოდა სათქმე, რომ აი ჩვენ ჩინელი პარტნიორები ყავს, მაგრამ იმ პარტნიორობაში რა შინაარსიდებს, ამას არას დაგიდევენ, ვინაიდან მათი ამოსავალი ინტერესი არა ეროვნული ინტერესია, არამედ მხოლოდ ის, რომ სათქმელი ქონდეთ და დასავლეთს უჩხიკენო რაღაცნაირად. არაბებთან რა ხელშეკრულება გააფორმეს, მაგას ვერ ვნახავთ. პროექტი გასაიდუმლოებულია და კაცმა არ იცის რა წერია იქ. ისიც არ ვიცით, რაც შეიძლება დაგუჯდეს მომავალში ოცნების მიერ ეკონომიკური პროპაგანდისთვის გაფორმებული ხელშეკრულება იმის სადემონსტრაციოდ, რომ ევროპისა და ამერიკის გარეშეც კარგად ვართ და არაფერში გვჭირდება Deep State-ის მიერ მართული დასავლური სამყაროს ინვესტიციები. სინამდვილეში მან შეიძლება კატასტროფული შედეგი გამოიტანოს სამომავლოდ, ვინაიდან მსგავსმა პროექტმა უკვე 94 მილიონი $, წაგვაგებინა საერთაშორისო არბიტრაჟში კალაძის მიერ დანაშაულებრივმა ხელშეკრულებამ, რომელიც ინტერრაოსთან გააფორმა და თლად წარმოუდგენელი რამ შეიძლება მოხდეს და უკვე მოხდა. პარიზის სასამართლომ დაგვაკისრა $380 მილიონი ნამახვანის ესთან დაკავშირებით და ახლა მიდის ვაშინგტონში სააპელაციო დავა, ოღონ ქართული მხარე კი არ დააობს. ისევ თურქული მხარე დააობს, რომ საქართველოს ეს ფული არ გადამეხადა დროზეო და $450 მილიონ. ანუ ანაკლიის ტოლფას სიმდიდრეს კარგავთ და ეს არის 100%-იანი წაგებული საქმე უკვე მეორე ინსტანციაშიც და უნდა გადავხადოთ თურქს ინვესტორებს იმის გამო, რომ მთავრობის მიერ ან შეცდომით, ან უცოდინარობით, ან კორუფციის გამო დანაშაულებრივი ხელშეკრულებები გაფორმდა. მარტო ორ შემთხვევაში ინტერრაოსთან დაკავშირებით და ნამახვანთან დაკავშირებით $9 მილიარდზე მეტ $, კარგავს ქვეყანა, ხოლო ინტერრაოს ვალს ახლა უკვე 2026 წლის ბიუჯეტიდან დავიწყებთ გადახდას. ერთბაშად ვოგთხოვენ თუ ეტაპობრივად გაწელავენ, ეს კიდე სხვა საკითხია. ამიტომ პროექტის გასაიდუმლოება ნიშნავს ისეთ რისკებს, რომელმაც მომავალში და მომავალში ეს ხელისუფლება არ იქნება და მალე არ იქნება ეს ხელისუფლება, შეიძლება ქვეყანას გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს. ოცნების მმართველობამ ქვეყანას გამოუსწორებელი ზიანი მრავალი მიმართულებით მიაყენა უკვე და ეს ზიანი ფულზე ბევრად უფრო მეტია. არც არაბებშია პრობლემა სინამდვილეში, არც ჩინურ ინვესტიციებში და არც აქ ტურისტად ჩამოსულ თუ საცხოვრებლად გადმოსულ უცხოელებში. არც ერთი ეს ნაწილი პრობლემა არ იქნებოდა ეროვნული და დემოკრატიული ხელისუფლების პირობებში. თუმცა როცა ქოცი გმართავს, უნდა იცოდე, რომ ყველა ნაბიჯის სახიფათოა და ყველა ჯერზე უარესს უნდა ელოდო.